თანადო ინფრასტრუქტურის განვითარება. უნდა მოხდეს მაღალი და ბევრად უფრო ფართო რეგიონი იმათ არ დაუშვათ ის შეცდომები, რომელიც წლების წინ იყო. ხდებაზეა მობილიზაცია. ყოველთვის როცა ჩვენ ვიწყებთ მუშაობას, ვირჩევთ რაღაც პრინციპებს, მადლობა. მემკვიდრეობა დამოუკიდებლად არსებობს ძალიან დიდი ქალაქს ვიწყებთ, ვირჩევთ მკაფიო მისიას და ამ ოჯახური პრობლემების მოგვარების საკითხიც. სტუდიო პროექტი და ბატონ გიორგი გულისხმობს იმას, რომ როგორც იცით, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტული პროექტი, რომელიც აუცილებლად ხელშეუწყობს ამ რეგიონის ბევრად უფრო სწრაფ და აქტიურ განვითარებას. ამ მიმართულებით უკვე ძალიან ბევრი რამ არის უკვე გაკეთებული ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ რა თქმა უნდა, წყალტუბოს განვითარება შეუძლებელია იმ არსებული ძველი პროექტები, იმ ძველი ობიექტების აღორძინების გარეშე, რაც წყალტუბოში ასე მრავლად დღის მდგომარეობით არის უფუნქციო. სწორედ ამას ემსახურება წყალტუბოს გენგეგმის შექმნა. დღეს როგორც ვიხილეთ, კონკურსში 3 პრეტენდენტი კომპანიის პრეზენტაციებში ეკონომიკური განვითარება არის გენგეგმის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი და წამყვანი ნაწილი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? პირველ რიგში იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ეს 15 საპრივატიზაციო ობიექტიდან თითოეული ობიექტი არის ერთის მხრივ პოტენციურად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის ღირებულებაც ასე უნდა შეფასდეს და რომელიც ასევე უნდა მიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ თუ რომელ კონკრეტულ ობიექტს უნდა მივანიჭოთ ძეგლის სტატუსი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ბალანსი კულტურულ მემკვიდრეობასა და განვითარებას შორის და უკვე ამ კომპანიების ამოცანა იქნება იმ ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო განვითარების პოტენციალის შეფასება, რომელიც ამა თუ იმ ობიექტს აქვს და უკვე აი აქედან გამომდინარე ეკონომიკის სამინისტრო გამოაცხადებს საინვესტიციო კონკურსს, რომლის ფარგლებშიც იქნება უკვე შესაძლებელი ამ საინვესტიციო ამ ძველი სასტუმროების პრივატიზება. ეს იქნება პირველი ისევ ეტაპი და შემდგომში, რა თქმა უნდა, გენგეგმის საფუძველზე უკვე ნებისმიერ სხვა ინვესტორსაც ექნება საშუალება, რომ უკვე გეგმაზობიერი განვითარების ფარგლებში, გენგეგმის ფარგლებში განახორციელოს თავისი ინვესტიცია წყალტუბოში. დღეს ძალიან ბევრს თქვენს მოისმენდით, ბევრი აქცენტი გაკეთდა როგორც დასაქმებაზე წყალტუბოში, დაახლოებით 20,000 ადამიანამდე შეიძლება იყოს დასაქმებული იმ სასტუმროების და იმ ბიზნესის მომსახურებაში, რომელიც წყალტუბოში შეიძლება იყოს. აუცილებელი არის წყალტუბოს ფუნქციის ტურისტული დატვირთვის გაფართოვება, ასევე არა მხოლოდ ბალნეოლოგიური კურორტის სახით, არამედ სხვა სადასავლო ტურიზმის, ბიზნეს ტურიზმის და სხვა ტურიზმის სახეობების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად ჩვენ ასევე გვესმის, რომ წყალტუბო და ქუთაისი იქნება განსახილველი და განხილული ერთ კონტექსტში და აქედან გამომდინარე მეტი ინვესტიცია წყალტუბოში, რა თქმა უნდა, დაეხმარება როგორც წყალტუბოს, ასევე ქუთაისის მოსახლეობას. ზოგადად ხალბატონო მაია, იქ სპეცოპერაცია ჩატარდა, როგორც ცნობილი არის, თუმცა ამ დრომდე არ მოხდა რა, ან მოხდა უბრალოდ საზოგადოებამ არ იცის იმ პირის იდენტიფიცირება, რომელსაც 43 ადამიანი ყავდა მძევლად აყვანილი. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციას მწვავე ბრალდებები აქვს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის. აი, თქვენი თავი წარმოგვიდგინეთ? გიორგი გოცირიძე, კომპანია გეოგრაფიკი. თქვენი კონცეფცია რას ეფუძნება, როგორი არის ხედვა თქვენი კომპანიის კონკრეტულად წყალტუბოს განვითარების და რა ძირითადი მიმართულებებზე აკეთებთ აქცენტს? წყალტუბო უნდა გახდეს ახალი სარეკრეაციო გამაჯანსაღებელი კლასტერი, სპა ქალაქი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ისეთი ამოცანები, როგორც არის ქუთაისთან ინტეგრაცია, სპეციალური და განსაკუთრებული ეკოლოგიური სტატუსი და მობილობის გეგმა, არსებული რესურსების და კულტურული მემკვიდრეობის და მოთხოვნების სწორი ბალანსირება და რაც მთავარია, სახელმწიფო ქონების იმგვარად დეველოპმენტი, რომ ამ ყველა ფასეულობების და მოცემულობის შენარჩუნებებით ეს ქალაქი გააცოცხლოს, რომელიც სამწუხაროდ დღეს თავისი რესურსების შესაძლებლობებთან შედარებით არის დეგრადირებული. მადლობა. პროექტი. ნია გიუაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი. პროექტები, რომელიც დღეს იქნა წარდგენილი, ყველა ძალიან საინტერესოა და უაღრესად მნიშვნელოვანია ზოგადად ამგვარი აღშენებლობის განვითარების ახალი ბიძგი ამ რეგიონში. მე წარმოვადგენ ამ შემთხვევაში როგორც
ჯანდაცვითი ჯგუფის კოორდინატორი კომპანიისთვის Art Studio და მე ვფიქრობ, ამ კომპანიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი აქცენტი სწორედ სამედიცინო ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც მთლიანად ქვეყნისათვის იქნება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომლის განვითარებაც აქ იგეგმება, იქნება საკვანძო იმისთვის, რომ ქვეყნის პოზიციონირება მოხდეს მთლიანად გლობალურ ბაზარზე სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეს გულისხმობს ყველა ტიპის სამედიცინო სერვისებს, მათ შორის ის, რაც რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული. საუკეთესოა აქაური გარემო, ბუნებრივი რესურსები, წყლები, ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე არსებობს და რომლის შემდგომი განვითარება და გაუმჯობესებაც იგეგმება. წყალტუბოს უდავოდ გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა და ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ გახდეს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დანიშნულების ადგილი ტურიზმის მიმართულებით და წყალტუბოს გააჩნია ყველა წინაპირობა და უდიდესი პოტენციალი იმისათვის, რომ გახდეს წამყვანი დანიშნულების ადგილი საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში და ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პოსტ-კოვიდის პერიოდში ტურიზმის აღდგენის მიმართულებით, როდესაც ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ რაოდენობრივი აღდგენა ტურიზმის, არამედ ხარისხობრივი გაუმჯობესება და ეს რა თქმა უნდა გულისხმობს ახალი სერვისების შეთავაზებას და უფრო მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვას საქართველოში. რა თქმა უნდა, მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამხელა მასშტაბის პროექტის განხორციელება მოხდეს თანმიმდევრულად, ეტაპობრივად, გააზრებულად და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ყველანაირი შეცდომა. ამიტომ ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ქალაქ-გეგმარებით მიმართულებით, ის კონკურსი, რომელიც გაიმართა და დღეს ჩვენ მოვისმინეთ სამი ძალიან საინტერესო ხედვა კონცეპტუალური წყალტუბოს განვითარების, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე დიდი როლი ამ პროცესში აქვს გახსნილობას, საჯაროობას, როგორც ბიზნესის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, ყველა ეტაპი იქნება გამჭვირვალე, ყველა ეტაპში იქნება ჩართული როგორც მოსახლეობა, ასევე ბიზნესი, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა გახდეს ყველა იმ სიკეთის, ყველა იმ ეკონომიკური წარმატების და დოვლათის ბენეფიციარი, მიმღები, რომელსაც მოიტანს რეაბილიტირებული წყალტუბო საქართველოსთვის.